უკვე მეორედ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობა პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ჩაბარდა. მმართველი პარტიის რიგით მე-9 ყრილობაზე წარდგენისას გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ახალი თავმჯდომარე ერთგულ და პრინციპულ ადამიანად შეაფასა. თავად ირაკლი კობახიძემ კვლავ ისაუბრა ეგრეთ წოდებულ Deep State-თან ბრძოლასა და პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოწინააღმდეგების განდევნისა და აღკვეთის მნიშვნელობაზე. ქვეყნის განვითარებაზე ქართული ოცნებისგან განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოების ამ ნაწილს რადიკალები, მოღალატეები და აგენტები უწოდა. ამავე დროს იმედი გამოთქვა, რომ შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი ტრამპი ეგრეთ წოდებული Deep State-ის დამარცხების შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობებს შეცვლის. ანალოგიური განცხადებები გააკეთეს პარტიის სხვა ლიდერებმაც. ვრცელდება ბრძოლა ტრამპსა და Deep State შორის, როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ მომენტში Deep State-მა ასე ვთქვათ ძლია ტრამპის ადმინისტრაციას, ეს ვიხილეთ ჩვენ ამ 2 დღის წინ. გვაქვს ჯერ კიდევ ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს Deep State-ს, ეს თუ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში დაალაგდება ურთიერთობები. რაც შეეხება რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორებას, ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი, ხო? არჩევნების შემდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცესი. ჩვენ შევიტანთ შესაბამის არჩევა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც უნდა დასრულდეს, ვფიქრობთ, შესაბამისი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავისი არსით არიან არაკონსტიტუციურები. შესაბამისად, ჩვენ დავწერავთ ამ სამართლებრივ პროცესს და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს სამართლებრივ მშენებლობას. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა სრული მხარდაჭერა, ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, პროფესიონალი, უპატიოსნესი. ჩვენ ნახეთ კონკრეტული სცენარები, ჯერ იყო ჟურნალისტები გვიწყობდნენ რევოლუციას, არასამთავრობო ორგანიზაციები, მერე პოლიტიკური პარტიები, მერე ვითომ რაღაცა საზოგადოების წევრები და ასე შემდეგ. ბევრი სცენარი ვნახეთ. ეს არის ფიქრობთ, რომ აქ საქართველოში დაგეგმილი სცენარებია. ეს ყველაფერი იმართება გარედან. პრეზიდენტ ტრამპს, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობთ და გამარჯვებას უსურვებთ Deep State-თან ბრძოლაში და თუ კი ის მოახერხებს და შეძლებს Deep State-ის დამარცხებას, ეს რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყანაზეც აისახება. თუ კი ვინმე არის უღალატო, ღირსეული, ინტელექტუალი, ასეთი არის ირაკლი კობახიძე, ჩვენ შევეცდებით თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ სიმართლე იმ ადამიანამდე, რომელიც ჯერ კიდევ დარწმუნებულია, რომ ჩელიაბინსკში გაიღვიძა მაგალითად. ქართული ეგრეთ წოდებული ოპოზიციის სინამდვილეში აგენტურის საქმე როგორ არის იცით, ამ ეგრეთ წოდებულ მეგობარაკთან და სინამდვილეში მტრულაკთან დაკავშირებით. წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდა. ოდნავ მაინც თუ ოლიგარქიული გავლენების Deep State-ის როგორც ნებავთ ისე გლობალური ომის პარტიის დამარცხების ნიშანწყალი გაჩნდა, ამ ეგრეთ წოდებულ მეგობარ და სინამდვილეში მტრულ აქტს გაგრძელება აღარ უნდა გქონდეს. ირაკლი კობახიძის და ქართული ოცნების სხვა ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან რეპრესიული ზომების გამგაცრების საშიშროება ამოიკითხეს მმართველი პარტიის პოლიტიკურმა ოპონენტებმა ოპოზიციიდან. მათივე თქმით, ამ პარტიაში მთავარი მაინც ბიძინა ივანიშვილია და რომ ყველა სხვა თანამდებობა პირობითია. ბიძინა ივანიშვილი არის ამ ვერტიკალის თავში, ბიძინა ივანიშვილი არის პირდაპირ მიმული მოსკოვთან და რუსულ სპეცსამსახურებთან, ის მართავს ცენტრალიზებულად თელს ვერტიკალს, მის შემდეგ რა ხდება ასეთ ჰიპერცენტრალიზებულ სისტემაში, საერთოდ არ არის საინტერესო. ივანიშვილი უცხოელ ადგილას რჩება და არის ისევ საპატიო თავმჯდომარე, პროცესი იმართება მის მიერ, პოლიტიკას წყვეტავს ის არის ოლიგარქატის მთელი არსი. ბიძინა ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, ვისაც შეიძლება ამ ქვეყნის ღალატის საქმეში ბოლომდე ენდოს და ამავდროულად ისიც ჩანს, რომ ხავს ეკიდებიან, რომ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატებში კვლავ კობახიძის და ივანიშვილის ჭკუაზე გაივლის ვინმე და ჩვენ ყველანი დავინახავთ, როგორ აგებს პასუხს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე მათი საქართველოში ქართველი ხალხის მიერ დამარცხების შემდეგ ეს მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა პასუხს ყველა იმ მოღალატურ ქმედებაზე, რაც მათ ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ქართული ოცნების მე-9 ყრილობაზე ცნობილი გახდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც. არც ყრილობაზე და არც მედიასთან განცხადება არ გაუკეთებია პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. ალეკო გუედაძე, ევრონიუს ჯორჯია.